ირაკლი ალასანია ზუგდიდში თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზუგდიდელებს მხარდაჭერისთვის მადლობას კიდევ ერთხელ უხდის და მათი ხმების დაცვას პირდება. ალასანია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წუხანდელ გადაწყვეტილებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ სასამართლო თავისუფალი არ არის და გაყალბებული ოლქების საქმეს გამოძიება დაადგეს. ირაკლი ალასანია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება ისტორიული ბაღის რესტავრაციას მოახდენს. ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდელებს ყველა წინასაარჩევნო დაპირების შესრულებასაც პირდება. უთხრა ზუგდიდელებს, რომ მე როგორც ვიყავი ერთგული ამ კუთხის, ასევე დავრჩები, სადაც არ უნდა ვიყო. საკანონმდებლო ორგანოში, აღმასრულებელში თუ სადაც არ უნდა ვიყო, მე ვარ ამ კუთხის წარმომადგენელი და ყველა დაპირებას, ყველა იმ პროგრამებს, რაზეც ჩვენ საუბრობდით წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რა თქმა უნდა, ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა შეასრულებს. ამიტომ იწყება ახალი ხანა, ახალი პერიოდი აღმავლობის, განვითარების და ზუგდიდი და სამეგრელო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ყველაზე მთავარ როლს შეასრულებს ამ განვითარებაში.